გააგრძელებენ თუ არა ბიტკოინი და ეთერიუმი ვარდნას და სადამდე შეიძლება მათი ფასი ჩამოვიდეს. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებ ბიტკოინზე, ეთერიუმზე და ასევე ინდექსებზე პლუს კომოდიტიებზე, ოქროზე და ვერცხლზე. რა თქმა უნდა, ამ ბოლო დღეებში გქონდა ჰაიპი და პანიკა და FOMO შეიძლება იყოს ზრდის შემთხვევაში და ასევე შეიძლება იყოს ხოლმე ვარდნის შემთხვევაშიც და მაგას ხშირ შემთხვევაში უფრო პანიკას ვეძახით ხოლმე. მაგრამ ეს ყველაფერი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჩვენ მივიღეთ ესეთი ჰინტი, რომ შეიძლება, ესე ვთქვათ, თუ ყველაფერი ესე წავიდა ეკონომიკაში, ამერიკამ, ესე ვთქვათ, საპროცენტო განაკვეთის შეამციროს, რაც რა თქმა უნდა პოზიტიურად აისახება კრიპტობაზარზე და საერთოდ მთლიან სტოკ ბაზარზე. რა თქმა უნდა, ამ ნიუსების შემდეგ ჩვენ ნახეთ, რომ ეთერიუმმა და ბიტკოინმა გააკეთეს გიჟური ზრდები, ანუ უცბად გააკეთეს ეთერიუმზე თუ სწორად მახსოვს 11-12% იყო მე მგონი იმ ნიუსის შემდეგ ერთ დღეშიც არა და შეეხლა კიდევ ხედავთ რომ ყველაფერი წავიდა კორექციაზე. სანამ გადავიდოთ მეგობრებო ჩარტებზე, მინდა გითხრათ რომ რაც სწრაფად იწევს ძლიერად ძალიან პატარა მონაკვეთში და ეს თუ არის news based, ანუ ნიუსებზე თუ ადის ეს ყველაფერი და ნიუსებზე თუ ხდება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ის ასევე იგივე სისწრაფით ვარდება ხოლმე. მე ვამბობდი კიდევაც რომ ბიტკოინი და ეთერიუმი სავარაუდოდ წავიდოდნენ კორექციაზე, იმიტომ რომ ყველაფერი all time high-ზე არის, ყველაფერი გიჟივით იწევს, ამიტომ ჯანსაღი არის და ნორმალური არის რომ მქონდეს პატარა კორექცია, ბაზარმა ისუნთქოს, ბაზარი გაიწმინოს ესე ვთქვა და შემდეგ ისევ დავიწყოთ ზრდები. რა თქმა უნდა, როცა interest rates დააკლებენ, ანუ საპროცენტო განაკვეთი რომ შემცირდება, რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაშიც ვნახავთ ჩვენ ზრდებს, მანამდე შეიძლება ჩვენ გქონდეს პატარა კორექცია და სადამდე შეიძლება ეს კორექცია წავიდეს, ვილაპარაკებთ რა თქმა უნდა ამ ვიდეოში. თუ არ ვცდები, სექტემბრის შუა რიცხვებში არის FOMC და შეიძლება მანდ ან იგივე დატოვონ, ან ბევრი ფიქრობს რომ შეამცირონ საპროცენტო განაკვეთი, რის შემდეგაც გვექნება სავარაუდოდ ძალიან დიდი ზრდები და აქვე არ დაგვეწყოს მეგობრებო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, იმიტომ რომ ბევრი ვერ ხვდება ხოლმე და მინდა რომ ეს კარგად გავიაზროთ ყველა. იმიტომ რომ ანუ მე ეს პრობლემა არ მაქვს, მე პირიქით ახლა ჩემ ბიტკოინების ძალიან დიდ ნაწილს ვყიდი, შეიძლება ისიც გადავწყვიტო რომ სუმთლიანად გავყიდო, იმიტომ რომ მე ბიტკოინში ვარ იმის რომ გავაკეთო ფული და არ ვარ იმიტომ რომ რაღაცა იდეოლოგიას მიყვები. არა, მე აქ ვარ ფულისთვის, ეს არის ჩემი მიდგომა. ეგ ანიშნავს იმას რომ ბიტკოინი საღამჯერად აღარ გაიზრდება. უბრალოდ მე როცა შეხედავ რომ შენი საფულის ძალიან დიდი პროცენტი, თუნდაც 20% უკვე კრიპტოში არის და შენ ცდილობ რომ შენი რისკები შეამცირო, რა თქმა უნდა მიიღო გადაწყვეტილება მით უმეტეს, როცა ყველაფერი all time high-ზეა. მაგრამ ეს ცალკე გადავიღებ ვიდეოს მეგობრებო, ჯერ არ გამიკეთებია და ჯერ არ ვაკეთებ, მაგრამ აუცილებლად გაგებინებთ, როცა გავაკეთებ, მაგრამ რა თქმა უნდა გზადაგზა მოგებებს ყოველთვის ვაფიქსირებ და ამას ვედეცია საფულეშიც განახებთ იმ საფულეთი, ესე ვთქვათ, სპეციალურად თქვენთვის რომ გაკეთებული, იმიტომ რომ ბევრს გონია რომ ზოგი დაგვიანებულია, ზოგი ის არის, ზოგი ეს არის, ამიტომ ამ ყველაფერს განახებთ თქვენ თუ და ეს არის მარტო დეცია საფულე, ეს არის ვედეცია საფულე, ანუ ჩემი მიდგომა მაქვს მე დეციასთან, იმიტომ რომ დეცია ჩემთვის არის ძალიან უსაწყენი და მე ვცდილობ რომ ბაზრდა რაც შეიძლება მაქსიმალური ესე ვთქვათ სარგებელი ვნახო. მოკლედ მეგობრებო, ამ ყველაფერსაც განახებთ სად მინდა ვიყიდო ბიტკოინი და ეთერიუმი და სადამდე შეიძლება ჩამოვიდნენ, მაგრამ რო გავაგრძელოთ ისე იქ მეგობრებო, რა არ უნდა დაგვაუწყდეს, იმიტომ რომ ხშირად მომხდომ და ბევრს არის ვის მით უმეტეს ბიტკოინ ფანატიკოსებს არის მით გახკივიან რომ დოლარი გაუფასურდება, დოლარი ის არის, დოლარი ეს არის, დოლარი შეთი არის, გეთახმებით 100% გეთახმებით. და ამბობენ რომ დოლარის შემცვლელი და ფულის შემცვლელი და ის არის ბიტკოინი. და ელოდებიან რომ ბიტკოინი გაიზარდნა, ვისაც ბიტკოინი ელოდება რომ 10 დოლარი ან 100 დოლარი ან 1000 ან 10000 დოლარი ბიტკოინით გახდეს მილიონერი და ტრილიონერი. ეგ არ ხდება. როდის იწევს ბიტკოინის ფასი, როცა საპროცენტო განაკვეთი იწევა და ამერიკა იწყებს დოლარის ბეჭვდას, ხო? ეს დოლარის ბეჭვდა რო არ იყოს, ეკონომიკაში ფული ვერ შემოვა, ვერ ჩენი ბიტკოინი გაიზრდება. ვერ ჩენი სტოკები გაიზრდება, ვერაფერი ვერ გაიზრდება და იქნება მეგრე, ხო? ამიტომ უნდა ვიცოდეთ რა ხდება, როგორ ხდება და რა უნდა გვინდოდეს, ხო? უცნობ think what you wish for. ამიტომ მეგობრებო, რა თქმა უნდა დოლარები რო დაიბეჭდება და ისევ ამ საბეჭდ მანქანას რომ ჩართავენ და დაბეჭდავენ ძალიან ბევრ ფულს, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაღლავა. ხშირად მაქვს ნათქვამი, რომ შეიძლება პოკემონ კარტებიც ისე უკან დაბრუნდეს, ანუ ახლაც არის, მაგრამ ძალიან ჰაიპში იყოს, შემდეგ როლექსები, შემდეგ ისინი, შემდეგ ესენი, ანუ ყველაფერი მაღლა, იმიტომ რომ
ხალხს ექნება ფული საინვესტიციოდ. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და რატომ ვფამას ამას ვამბობ, იმიტომ რომ უნდა დააფიქსირო მოგება. თუ სადღაც გააკეთე მოგება, დააფიქსირე მოგება, არ უფრო ყველაფერი უნდა გაყიდო რაღაც ნაწილი. რაღაც ნაწილს რო გაყიდი, შეიძლება თუ კიდე მაღლავი და რაღაც ნაწილით ისე პოზიციაში იქნები და თუ ჩამოვიდე კიდევ ქვემოთ, დაფიქსირებული გექნება მოგება და იმ მოგებით კიდევ შეგიძლია დაამატო. მოკლედ გადავედეთ ახლა მეგობრებო ჩარტებზე და მოკლედ ვნახოთ რა ხდება ჩვენს თავს, რა ხდება კრიპტოზე. შემდეგ ინდექსებსაც განვიხილავ მეგობრებო, ყველაფერი all time high-ზე არის და სიგიჟეები ხდება და მოკლედ ამ წინა დღეებშიც, რაც წინა დღეებში არა გუშინ იყო? ხო, გუშინ იყო მე მგონი. კი, გუშინ იყო აი აქ. ანუ ხედავდით რომ ბიტკოინი იყო ანუ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ბიტკოინი, მაგრამ ხედავდით რომ ეთერიუმი აგრძელებდა ზრდას. ანუ ძალიან სიგიჟე, ხო? მაგრამ იმასაც გეტყვით რომ მე ალტკოინებსაც უყურებდი, ალტკოინებზეც მინდოდა რამოდენიმე ლონგების აღება, მაგრამ ძალიან კარგი სეტფები იყო სხვათა შორის, ესეთი სეტფები იყო, რომელსაც მე ყოველთვის ვიღებ ხოლმე და ავტოვებ ხოლმე ეგრე, მაგრამ განსხვავება ახლა იყო ის, რომ ვხედავდი რომ ბიტკოინი გამოიყურებოდა უძველად, ბიტკოინი მიდიოდა კორექციაზე, ვიცოდი რომ ამას რომ დაარეჯექტებ ამას რომ დაარეჯექტებ და ვიცოდი რომ წამოვიდოდით ქვემოთ, ამიტომ მე მინდოდა პირველ რიგში რომ ბიტკოინი დასტაბილურებულიყო და ბიტკოინს ესე ვთქვათ აეღვალღო, მაღლა სვლისკენ და მაგ შემთხვევაში შევიდოდი ალტკოინებში, მაგრამ დავინახეთ რომ ბიტკოინმა ეს ვერ გააკეთა. აქედან უკვე კორექციის წამოვიდა, ამიტომ მეც თავი შევიკავე უკვე ალტკოინებზე ლონგების აღება და ვხედავთ კიდევაც თუ როგორ გამოიყურება ჩვენი კრიპტო. altcoin ბაზარი და ეთერიუმაც გააკეთა რა თქმა უნდა კარგი კორექცია. მოკლედ ახლა მეგობრებო გადავიდეთ ბიტკოინზე. ბიტკოინზე ვიცით რომ ჩვენ მაღლა არანაირი ლეველი არ გვაქვს რომ ვთქვათ რომ ის ამას გატესტავს ან ამას გატესტავს, არა. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გვაქვს ესეთი ფსიქოლოგიური ლეველები და ფსიქოლოგია წინაზეც უნდა ნათქვამი მქონდა $125,000. ხედავთ რომ ანუ 125,000 არ უნდა ელოდო ზუსტად, რა თქმა უნდა ფრონტ-რუნი უნდა გააკეთო და სხვებს უნდა დაასწრო გაყიდვა. ამიტომ 24,000-ზე რო გაგეყიდა, კიდე შეიძლება არ შესულიყო შენი ორდერი, მაგრამ 123-ზე, 124-ზე ჩვეულებრივად შეგივსებდა ორდერს და გაყიდით. ნახოთ სხვა exchange-ზე, Binance-ზე მაგალითად, ნახოთ რამდენია. ზუსტად ვნახოთ რამდენია, ეხლა მე მგონი კი ესეა. Binance-ზე 124,571-ზე ავიდა. და აქაც ეგრე Bybit-ზე მე მგონი ეგ უნდა იყოს. 124,545. ამიტომ ყოველთვის როცა რაღაც ესე ვთქვათ ციფრი გაქვს ხოლმე თავში გასაყიდად, ყოველთვის ფრონტ-რუნი უნდა გავუკეთო ხოლმე. შემდეგ შეიძლება იყოს 135, 130, რა თქმა უნდა ზუსტად 130-ზე არ გაყიდა, გაყიდი 129-ზე მაგალითად, თუ 140 ატარგეტებ ან 150-ს გაყიდი 159,500 $-ზე მაგალითად. და ყოველთვის ფრონტ-რუნი უნდა გავუკეთო ხოლმე. ამიტომ ახლა მე ვერ გეტყვით რომ ტარგეტი შეიძლება იყოს 100,000 ან 200,000, იმიტომ რომ აქ არანაირი ლეველი არ გვაქვს. ეს არის ჩვეულებრივი ჰაერი, რამხელაც ჰაიპი იქნება და რამხელაც ფომი იქნება, იქამდე წავა, რა თქმა უნდა, ბიტკოინის ფასი, მაგრამ მე როგორც ყოველთვის ვატარგეტებ ფსიქოლოგიურ ლეველებს, როგორც არის 130,000, აქედან რომ გავზომოთ, იქნება 130,000-მდე იქნება 15% პლუს მინუსი 16% 140-მდე. 25 და ასე შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ თუ რამხელა მოგება შეიძლება დაიფიქროთ, ანუ რა არის პოტენციალი. რაც შეეხება ახლა მეგობრებო ჩვენ კორექციას, რა თქმა უნდა ხედავთ რომ აქ ვართ კორექციაზე, ვიცოდით რომ აქ იყო ესეთი რეინჯი. ჩამოვარღვიეთ რეინჯი ქვემოთ, მე შევედით ისევ რეინჯი მაღლა, ჩვენ გავტესტეთ აი ეს ლეველი და სხვათა შორის ეს ლეველი იყო ძალიან საინტერესო, მე ველოდებოდი რომ უფრო ქვემოთ გატესტავდა. რა თქმა უნდა ეს ლეველიც იყო ლეგიტიმური, მაგრამ ეს იყო ძალიან აგრესიული გატესტა. აი ვხედავთ რომ ამის თავი გატესტა აი აქ და წავიდა ეგრევე მაღლა. ახლა ვხედავთ რომ მთლიანად ამ ვოლიუმენოც ტესტავს, გატესტა და ასე ვთქვათ ცდილობს რომ მაღლა წავიდეს, მაგრამ წავა თუ არა ეგ არ ვიცით. გეტყვით ახლა რა უნდა მოხდეს იმისთვის რომ ჩვენი ვარაუდოთ რომ გააგრძელებს მაღლა სვლას, მაგრამ თუ არ წავიდა მაღლა და დაარეჯექტა ეს ლეველი ან აქედან წამოვიდა ქვემოთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ ჩვენ აუცილებლად გავტესტავთ 108,000 პლუს მინუს, რომელიც რა თქმა უნდა არ არის ძალიან შორს, შემდეგ გვაქვს კიდევ ესეთი two-cent stop-ი, ამას ვეძახი ხოლმე შუა გაჩერებას, შეიძლება ეს ლეველიც გაიტესტოს, რომელიც
შვენივრად მიმაჩნია, კაი ლეველი არის და შემდეგ ეს იქნება last defense zone და ეს იქნება მეგობრებო აი ამ range-ის ქვემოთ ამ ხარი, სადაც შეგვიძლია რა თქმა უნდა კონფირმაციები ავიღოთ, ამდენი შეხებები არის, ეს ლიკვიდობების აღება არის და ამიტომ აქაც უნდა ველოდოთ რა თქმა უნდა ლიკვიდობებს, აქაც შეგვიძლია ველოდოთ ეს Twix და მე მაღლა სვლას. რა თქმა უნდა მე აქ ტრეიდისთვის პირდაპირ ორდერებს არდებ, მაგრამ რა თქმა უნდა ჩემი ვედეციას აპოლისთვის აქ ორდერები მაქვს დადებული და ეს ყველაფერი განახეთ კიდევაც, ოღონდ მე ეს ორდერები მინდავს მე რა თქმა უნდა ევროებს. ეთერიუმზეც დავაფიქსირე სხვათა შორის მოგება, აი აქ ეთერიუმზე, სადაც აი აქ დავაფიქსირე, მაგის მერე მან კიდე გააკეთა ზრდა 14%, მაგრამ მაღლა უკვე აღარ დამფიქსირებია მოგება და ამ დაფიქსირებული მოგებით ბევრი ამბობდა რომ აი შეიძლება წავიდეს ის 5000, 10000, 20000, მით უმეტეს ახლა დავიჩენ ვიდეო გააკეთე რომ გქონია 20000 ან 30000 წავა. მე მგონია ეს არის ვარაუდი, მაგრამ მე გარავინ არ ვიცით, ხომ? და რახან არავინ არ ვიცით, და მაგ შემთხვევაში არც მე არ ვიცი, მათ შორის არც მე არ ვიცი. ამიტომ უზეო ყველანაირად თავს მე გავყიდე რაღაცა ნაწილი, რაღაც პატარა ნაწილი გავყიდე ეთერიუმის, თქვათ პირობითად 10%, 90% ისევ პოზიციაში ვარ და თუ ის წავიდა მაღლა კიდე 4600, 4800, 5000, 90% ისევ პოზიციაში ვიქნები, მაგრამ ახლა ნახეთ რო დავაფიქსირე აქ მოგებები, თუ წამოვიდა ისევ კორექციაზე, მე გზა და გზა ვიყიდი და გამომივა რომ ისევ 20%-ით პლუს მინუს იაფად ვყიდულობ მე ბიტკოინს, რაც ეთერიუმს, რაც ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა ჩემი პოზიცია ეთერიუმის და ბიტკოინის უფრო და უფრო იზრდება. მოკლედ მეგობრებო, ბიტკოინზე არის ეს ჩემი ანალიზი, ველოდები რომ აქ თუ არ გქონდა დიდი ინტერაქცია და თუ არ გავარღვით აქ ლეველები და გეტყვით რომელ ლეველს ველოდები მე, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ რომ გავტესტავთ ამ ლეველს. ეს არის შუა, ანუ აქაც გონია რომ ინტერაქცია აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ აქ ხედავთ რომ ეს აქ იყო დიდი რეინჯი ესეთი და ხედავთ რომ ეს იყო რეინჯის შუა მხარე, რომელიც შეიძლება აუცილებლად გაიტესტოს და გქონდეს ინტერაქცია, სადაც მე აუცილებლად მოვძებნი ლონგებს და შემდეგი იქნება ეს. ამაზე ქვემოთ მე არ მიყვარს ხოლმე რომ ბიტკოინი ჩავა 70000, 84000 არ ვიცით ეგ. თუ ეს ლეველი დავკარგეთ, მაგ შემთხვევაში გაგვიაქტიურდება ლეველები ქვემოთ და ეს შეიძლება იყოს 95000, 93000 და 85000, მაგრამ მანამდე არ ვიცით იმისთვის რომ აქედან აქ წამოვიდეთ, ჯერ ბევრი ლეველები უნდა გავიართ, ხო? და არ ვიცით ჯერ წინასწარ სად რა ლეველები შეჩერდება. ამიტომ პირველ რიგში ჩემი ტარგეტები არის აი ეს ლეველი, ეს ლეველი აი აქა, ჯერ პირველი ეს იქნება ყველაზე აგრესიული ამ ვოლუმინოდიდან და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ლიკვიდობები გვაქვს. ამიტომ მე აქ ამ სამივე ლეველზე ველოდები ინტერაქციას და აუცილებლად დაველოდები მე იმისთვის რომ ავიღო აქ ლონგები და რაც შეეხება მეგობრებო A levels ესე ვთქვათ, ბიტკოინზე ეს იქნება ჩვენთვის 117377 ეს რაც შეეხება daily-ზე. daily-ზე თუ გავარღვევთ ეს მეგობრებო, ანუ თუ გავარღვევთ, რასაც ქვია გარღვევა, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ახალ all-time highs, იმიტომ რომ ამის მაღლა აქ ლეველები აღარა გვაქვს თუ ისე ისეთი ლეველები, რომელსაც შეიძლება გქონდეს დიდი წინაღობა, ამიტომ ამას თუ გავარღვევთ, შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ახალ all-time highs. რაც შეეხება double time frame-ზე მეგობრებო, იმისთვის რომ ჯერ აქამდე ამოვიდეთ, ანუ არც ვიცით აქამდე ამოვალთ თუ არა, იმისთვის რომ ან დავარეჯექტოთ, ან გავარღვევთ, მაგრამ იმისთვის რომ აქამდე ამოვიდეთ, ჯერ რა თქმა უნდა double time frame-ზე არის ლეველები გასარღვევი და ეს ლეველი არის აი ეს. ეხლა მე ამ შემთხვევაში არ ვუყურებ ლონგებს, იმიტომ რომ ძალიან ქაოსური price action-ი არის, ძალიან პანიკის price action-ი არის, მით უმეტეს ნიუსები არის, რომ იმან BlackRock-მა ეს გაყიდა, იმან ეს გაყიდა, იმან ეს იყიდა და MicroStrategy-ც აღარ ყიდულობს იმდენ რაოდენობის ბიტკოინს, რანასაც აქამდე ყიდულობდა და ანუ ეს არის თქვენი ანუ თქვენი არავის არ ვაყრა, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას, მაგრამ იმ ადამიანებზე ვიძახი, ვინც იძახის ხოლმე, რომ ბიტკოინი დამოუკიდებელია, ბიტკოინი ის არის, ბიტკოინი ხალხის ფულია, ეს არის ხალხის ფული. წავიდა მაღლა ბაზარი და BlackRock-მაც გაყიდა. შეიძლება MicroStrategy-მაც გაყიდა, მე არ მივყვები მაგათ, არ მაინტერესებს ისინი რას აკეთებენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ხშირად ხდება ხოლმე X-ზე, უფრო ნაკლებს აწყიდულობენ და რა თქმა უნდა, ბევრი აფიქსირებს მოგებას, ხო, წარმოიდგინე ბოლო წლის განმავლობაში, აი მარტო ბოლო წელი რო ავიღოთ მეგობრებო, მოიცადეთ ახლა ავიღოთ ბოლო წელი 2025 წლის იანვარი, მარტი, თებერვალი, იანვარი. აი ვთქვათ რომ იანვარში იყიდე, ხო, აი ვთქვათ რომ აქ იყიდე. ყველა სულ შემთხვევაში. გქონდა 29-30%-იანი კორექცია და შემდეგ გაქვს 20%-იანი მოგება. რა თქმა უნდა, აფიქსირებ მოგებას, მით უმეტეს როცა გაქვს დიდი ფული.
მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ იმას, ვისაც დიდი ფული აქვს, რა თქმა უნდა, გზადაგზაყიდულობენ ის მათ მოიყიდეს აქ, იმათ მოიყიდეს აქ, იმათ მოიყიდეს აქ, აქ და ასე შემდეგ. ანუ მაგათი საშუალო, ასე ვთქვათ, თანხა, რამდენადაც ბიტკოინი შეიძინეს, ვთქვათ, რომ არის პლუს მინუს აი ეს 94,000 ან შეიძლება უფრო ნაკლებიც, რა თქმა უნდა, ვინც ქვემოდან დაიწყო, უფრო ნაკლებადაც იქნებათ ნაყიდი, შეიძლება ეს იყოს 60,000-იც, 50,000 და 50,000 და ასე შემდეგ და როცა დიდი ინვესტორები აკეთებენ 20, 30, 40% მოგებას თავიანთ ინვესტიციაზე, რა თქმა უნდა, ისინი ყიდიან. იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ მოგებაზე, მათ საერთოდ არ აინტერესებს შენი ბიტკოინი მილიონზე ავა თუ 10 მილიონზე, იმიტომ რომ ეგ მათ არ იციან, ეს არის ვარაუდი. ვიღაცა რაღაცას ვარაუდობს, ვიღაცა ამბობს, რომ შეიძლება გადატრიალება მოხდეს, შეიძლება აპოკალიფსი მოხდეს, შეიძლება ყველაფერს თავზე ჩამოგვემხოს და ბიტკოინი იქნება რაღაც უკონტროლო მარტო ხალხის ფული, ხო ვარაუდი არის და ვარაუდი ჩემ ფულს ვერ აკეთებს. ვერც ერთ ადამიანს შენ მე ვერ დამისახელებ, რომ აი ვარაუდი ქონდა, რომ აი ის 100 და 20 და 50 წელს ის რაღაც მოხდებოდა და მან გააკეთა ფული. რა თქმა უნდა, როცა შენ ინვესტიციას აკეთებ, რაღაცაზე ვარაუდობ, მაგრამ მე განიშნავს იმას, რომ შენ ელოდები end target-ამდე. ეხლა ვიღაცა მაგალითად $1 თუ იყიდა ბიტკოინი, ხო? იმ მენტალიტეტით და იმ მიზნით, რომ ბიტკოინი ერთ დღეს ავა მილიონზე და იქნება ხალხის ფული. ეს ადამიანი არის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დებილი, თუ მან გზადაგზა არ გააკეთა ბიტკოინი. ანუ წარმოიდგინე $1 თუ გაქვს 100 ბიტკოინი მაგალითად ნაყიდი დღესდღეობით რო გადავანგარშოთ, რამხელა ფული ექნება, ხო? წარმოიდგინე ის კიდე ისეთი ხისთავიანი რო იყოს, რომ აი მე ველოდები რომ მილიონზე ავა. რავიდა და განულდა, ანუ გზადაგზა ხო უნდა დააფიქსირო მოგებები, ამიტომ ყოველთვის უნდა ვიცოთ მეგობრებო, როცა რაღაცას ვარაუდობ, ეგ არის პოტენციური ზრდა და შენ ამ პოტენციური ზრდით ესე ვთქვათ, ვერანაირად ვერ იქნები დარწმუნებული, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ამიტომ როცა ხედავ, რომ შენ საფულეში გაქვს მოგება გაკეთებული, დააფიქსირე მოგება და არ გაყიდო ყველაფერი, გაყიდე პატარა ნაწილი, როგორც ვაკეთებ მაგალითად მე. მოკლედ ეს არის მეგობრებო ბიტკოინი. ეს თუ არ გავარღვიეთ, შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ გავტესტავთ ქვემოთა ლეველებს და აქედან ახლა სადაც ვართ, პლუს მინუს შეიძლება გქონდეს 3, 6 ან პლუს მინუს 10%-იანი კორექცია. ამ ლეველსაც თუ ჩამოვხსნით, რა თქმა უნდა, შეიძლება მე აქედან იყოს ლიკვიდობა აღებული ან აქედან, მაგრამ რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, მით უმეტეს თუ სექტემბერში interest rate-ები დაუწიეს, ანუ საპროცენტო განაკვეთს თუ დაუწიეს, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანუ ბაზარი წავა მაღლა, მაგრამ მანამდე შეიძლება აქ სადმე გააკეთოს რიტესტი. ეხლა მეგობრებო, რაც შეეხება ეთერიუმს, ეთერიუმმა გააკეთა ძალიან დიდი და საინტერესო ზრდები. ეს არის ჩვენი მთლიანი, ესე ვთქვათ, დეილიზე აქ არის ლეველი. სადაც გქონდა ინტერაქცია, ხედავთ რომ ერთ ჯერზე ვერ ტეხავს ამ ლეველს, რაც რა თქმა უნდა არის ნორმალური, ერთ ჯერზე არ ხდება ხოლმე ეგრე ხშირად რომ ლეველი, მით უმეტეს ისეთი ლეველი, რომელიც წლებია უკვე არ გაგიტესტავს, ნახოთ რამდენი წელია რომ არ გაუტესტავს მას ეს ლეველი. 2021-დან დღემდე 5 წელი თითქმის. 2021-დან დღემდე 4 წელი. 4 წელი არ გაუტესტია ეს ლეველი და რა თქმა უნდა არის ნორმალური რომ ერთ ჯერზე, ესე ვთქვათ, ამ ლეველს ვერ ცდება. და რა თქმა უნდა მეგობრებო, აქ გქონდა ჩვენ ხედავთ რომ გქონდა ზრდები, როცა ბიტკოინი ჩამოდიოდა ქვემოთ და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი შევიდა აქ ლონგზე და ეგრევე გაისტოპნენ კიდევაც. მე ვიჯექი სხვათა შორის აქ შორტზე. აი ამ შორტზე ვიჯექი. აქ გქონდა stop loss-ი, სადაც რა თქმა უნდა take profit ერთის მერე გავისტოპე, მაგრამ შემდეგ დავინახე რომ ანუ ეს იყო ჩვეულებრივი ლიკვიდობების აღება და თან ხედავდი რომ ბიტკოინი აკეთებდა ესეთ ვარდნას, ამიტომ ვიცოდი რომ ეს იყო ჩვეულებრივად ლიკვიდობების აღება და გუშინ აი აქაც შევედი შორტში და გამოვიდა იდეალური შორტი. აქ გქონდა stop loss-ი და იდეალური შორტი გამოვიდა მეგობრებო. აი აქ, ამიტომ მქონდა იდეალური ტრეიდი და სხვათა შორის დღეს უკვე ძალიან აგრესიულად ჩამოვიტანე ჩემი stop loss-ი. წეს stop loss ვტოვებ ხოლმე, მაგრამ ჩამოვიტანე stop loss-ი აი აქამდე. თავხედავთ რომ გავისტოპე და შეიძლება კიდე წამოვიდეს ქვემოთ. რაც შეეხება ეთერიუმს, ეთერიუმზე მე ვატარგეტებ პირველ რიგში აი ამ ლეველს. შემდეგ ვატარგეტებ აი აქ, აი ამ ლეველს, საიდანაც დაიწყო დიდი ზრდა. ჩემი აზრით შეიძლება პირდაპირ აქვე ჩამოვიდეს და აქ გქონდეს რაღაცა პატარა ინტერაქცია და გავტესტოთ აქ სადმე მაღლა ლეველები და მერე წამოვიდეთ ქვემოთ, ანუ რა მინდა მე ამით თქვა, ჩვენ თუ ვერ შევინარჩუნეთ აი ეს ბოქსი აი აქ და ჩამოვარღვევთ ქვემოთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ აუცილებლად გავტესტავთ ჩვენ $3,670 და მაგის ქვემოთ კიდე გვექნება ესეთი ლეველი, რომელიც არის $2,872. რა თქმა უნდა,
აქ ჩამოსვლა უკვე აღარ იქნება საერთოდ პოზიტიური, აი აქამდე მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ ესე იგი ძალიან ცუდი რაღაცა მოხდა, ესე იგი საპროცენტო განაკვეთი არ დაუწეს და მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ისიც ვარაუდოთ, რომ შეიძლება, ასე ვთქვათ, ბერ-მარკეტშიც გადავინაცვლოთ უცბად, რასაც მე პირადად შეჯერობით არ მოველი, იმიტომ რომ ჯერ მინდა დავინახო ის FOMO, რასაც მაგალითად აქამდე ვხედავდით ხოლმე. ანუ პირველ რიგში გვაქვს აქ გვაქვს პატარა ესეთი გაჩერება, სადაც შეიძლება რა თქმა უნდა იყოს ინტერაქცია. შემდეგი გვაქვს აი აქ ეს ბოქსი, ეს მთლიანი ბოქსი. ეს იქნება მაგალითად იქნება ბოქსის ყველაზე აგრესიული და ქვემოდან იქნება დეფენსიური და ესეც თუ ვერ შევინარჩუნეთ და მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ 3672-მდე ჩამოვალთ, სადაც მე მიყენია ორდერები, მე აქაც მიყენია ორდერები, ოღონდ ეგ არის საინვესტიციო ორდერები და აქაც მიყენია ორდერები, ეგეც საინვესტიციო ორდერები არის მეგობრებო. ახლა მე ჯერჯერობით აქ ლონგებს არ ვეძებ. აქ რო შეჭერდა ეთერეუმი არის სრულიად ნორმალური, იმიტომ რომ მე აქ მეყენა take profit-ი, ეს ზუსტად გამიკეთა ერთი take profit-ი, იმიტომ რომ აქ ხედავთ რომ გქონდა volume node, რომელიც პირველ რიგში გაიტესტა აგრესიულად, ხედავთ აქ რომ აგრესიულად გაიტესტა და წავიდა მაღლა, მაგრამ მე აგრესიულში არ ვიყავ შესული, ველოდებოდი რომ ქვემოთ გატესტილიყო, მაგრამ ქვემოთ ტესტი რო აღარ მოვიდა. აქედან ეს ლონგი უკვე წავშალი, აღარ იყო ჩემთვის საინტერესო და ვხედავთ რომ ესე ვთქვათ, ეს ისევ გაიტესტა და ისევ იყო აქ ინტერაქცია, ამიტომ მქონდა აქ ერთ take profit-ი take profit-ი დაფიქსირებული. ეთერიუმზე მეგობრებო, სულ ეს შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ეთერიუმზე მაღლა აღარც არის ლეველები, თუ გავარღვევთ ჩვენ daily-ზე ეს ლეველი, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ გვექნება ძალიან დიდი ზრდა და ეხლა უკვე ეთერიუმი არის, ესე ვთქვათ, წამყვანი, რომელსაც მიყავს altcoin ბაზარი. თუ ეთერიუმი მიდის მაღლა, altcoin-ებიც მიყვებიან, ესე ვთქვათ, მაღლა და მაღლა. ეთერიუმ ბიტკოინსაც რო გადავხედოთ, მეგობრებო, ხედავთ რომ აქ გვაქვს ჩვენ მაღაზია გადავიდეთ. გავარღვიეთ აი ეს ლეველი, რომელიც იყო აუცილებელი რომ ვიკლისზე გაგვერხვია, აი ეს გავარღვიეთ და ხედავთ რომ უბრალოდ აი ამას ვარეჯექტებთ. აი ამ ლეველს ვარეჯექტებთ. სხვადასხვა არ არის სიგიჟე, ამას რო ვარეჯექტებთ. აი ამ ლეველს ვარეჯექტებთ აქ, ანუ იდეალური იქნებოდა ახლა მაგალითად რომ აქ გქონდეს ტესტი და წავიდეს ეგრევე მაღლა. რასაც რა თქმა უნდა ველოდები პირადად მე. გრო გადავიდეთ ისევ ეთერეუმზე მეგობრებო, ანუ ეს არის ჩემი ტარგეტები. მაქსიმუმ აქამდე მინდა რომ ჩამოვიდეს იმის რომ პოზიტივი შენარჩუნდეს, მაგრამ ვიცით რომ ეს არის კრიპტო, უცბად შეიძლება გქონდეს 5, 10, 15%-იანი ვარდნა, იმიტომ რომ 5%-იანი ზრდა თუ გვაქვს, შეიძლება ასე გქონდეს 15%-იანი ვარდნა. ანუ ჩემთვის არ იქნება რამე სიურპრიზი თუ დღეს ხვალ გავიღვიძებთ და ფასი ანაკ იქნება, ანაკ იქნება. რაც შეეხება ტარგეტებს, მეგობრებო, ტარგეტები მე გითხარით რა ტარგეტებიდაც იქნება. აქ მე არ უყურებ ეს ფსიქოლოგიურ ლეველებს, ამ შემთხვევაში მე უყურებ ეთერიუმ ბიტკოინის ჩარტს და აქ მაქვს დახაზული ლეველები. და მე აი აქ და კიდე მაღლა დავაფიქსებ, რა თქმა უნდა, მოგებებს ეთერიუმზე, მაგრამ არ ვიცი ამ შემთხვევაში სად იქნება ეთერიუმი. როცა მომევა notification-ი რომ Bitcoin ეთერიუმის ჩატმა მოაღწია აქამდე, მაგ შემთხვევაში გავყიდი მე ჩემი ეთერიუმის რაღაცა პოზიციას.